გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, გუშინდელი თემა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც მაგალითად ჩვენ ვზრდით მენტალურ ნაწილს, როდესაც მაგალითად ჩვენ ვზრდით და ვანვითარებთ აირის სტიქიას, შესაბამისად, ასე ვთქვათ, როგორ თქვა, უნდა წონასწორდებოდეს მიწის სტიქიაც, უნდა წონასწორდებოდეს მიწიერი მეც. და საინტერესოა შემდეგი, რომ ესე იგი, ეს მიწიერი მე, რასაც ვაკვირდები, წონასწორდება, ასე ვთქვათ, მაგალითად გასეირნებით, მაგალითად გარემოსთან ურთიერთობით, სხვადასხვა რამით, ანუ მიწიერი მეს ამა თუ იმ გამოვლინებით. ეს, როგორ თქვა, წონასწორდება ამ ყველაფრით. ასევე საინტერესოა, რომ როდესაც ჩვენ მიწიერი მეთი ვიმოქმედებთ, როდესაც ჩვენ გავატარებთ გარკვეულ პერიოდს მიწიერი მეში, ამ ზეგავლენაში, მაგალითად სეირნობა, მაგალითად ქალაქში ყოფნა, მაგალითად ბევრი რამე შეიძლება იყოს ეს, ახლა საინტერესოა, რომ აქ დასჭირდება გაწონასწორება უკვე მენტალურ სხეულს, მენტალურ ნაწილს, ასე ვთქვათ, აირის სტიქიას, რომელმაც ისე უნდა დააბალანსოს ეს ყველაფერი, საინტერესოა. საინტერესოა აგრეთვე როგორია ცეცხლისა და წყლის ურთიერთქმედება, საინტერესოა იმ გაგებით, რომ ცეცხლი ასე თუ ისე მაინც წარმოჩინდება როგორც ასე ვთქვათ ნებასთან, როგორც სულისიმასთან, გამოვლინებასთან. ცეცხლი ასე ვთქვათ ყველაზე ახლოს არის ამ ყველაფერთან. რაც შეეხება წყალს, როგორც ჩანს, წყალი არის ამ ყველაფრის საპირისპირო გამოვლინება, იმ გაგებით, რომ ცეცხლი თუ კი არის ნება, ცეცხლი თუ კი არის ასე ვთქვათ, როგორ თქვა,